პირი თანხმობის შემთხვევაში აწერს ხელს. დიდი მადლობა. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ, რომ როგორც მთავრობის წარმომადგენელი მობრძანდით ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ მთავარი რის გამოც ეს მადლობა უნდა გითხრათ, დაკავშირებულია თქვენს გამოცდილებასთან. თქვენ 1999 წლიდან, როდესაც ჩვენი ქვეყნის დიპლომატია მეორე ეტაპზე გადადიოდა ქართულ დამოუკიდებელ დიპლომატიად ჩამოყალიბების პროცესში, პირველი იყო ის ადრეული 90-იანი წლები, როდესაც მეც მაშინ დავიწყე საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა და ძალიან კარგად მახსოვს ის დიდი დიპლომატები ბატონი საშა ჩიკვაიძის ხელმძღვანელობით, რომლებიც აყალიბებდნენ ახალ დამოუკიდებელ ქართულ დიპლომატიას. ეს არ იყო ადვილი. თქვენ 1999 წლიდან შეუერთდით საგარეო საქმეთა სამინისტროს და არაერთი თანამდებობა გეკავათ. ეს ჩვენმა კომისიის წევრებმა შესანიშნავად იციან, მაგრამ ვინაიდან ჩვენი სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ამიტომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ავხსნათ, რა გამოცდილებაა ის, რაც ჩვენ გვაინტერესებს თქვენში და შემდეგ ამის ფონზე თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციებს ექნება კიდევ მეტი ფასი, ვიდრე შეიძლება ეს გაუთვითცნობიერებელ ადამიანს წარმოედგინოს. თქვენ ასევე, გარდა იმისა, რომ სამინისტროში მუშაობდით ქვეყნის გარეთაც და ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესს იცავდით ბრიუსელში სხვადასხვა პოზიციაზე და ბოლოს ბრძანდებოდით დესპანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნის ცხოვრების და შემდეგ უკვე პარლამენტში თქვენ ხელმძღვანელობდით ევროინტეგრაციის საკითხების საპარლამენტო კომისიას 2020-2024 წლის მოწვევის პარლამენტში და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აღინიშნოს არის ის, რომ თქვენ ხელმძღვანელობდით სხვადასხვა დელეგაციასაც. ეს იყო პირველ რიგში ის დელეგაცია, რომლის საქმიანობაც ჩვენ გვაინტერესებს, ეს არის ეგრეთ წოდებული პაკი, ეს არის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი და ევრონესტი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მისი ხელმძღვანელიც იყავით. ახლა უკვე საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში ურთულეს დროს გიწევთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მმართველობა და მე მგონი, რომ ამ ყველაფრით, რომელიც არ არის ამომწურავი ინფორმაცია თქვენი წარსულის და ბიოგრაფიის შესახებ, საზოგადოებისთვის ცალსახად და ნათელი ხდება ის თუ რატომ მოვისურვეთ ჩვენ თქვენთან შეხვედრა და მადლობა რომ მობრძანდით. მოდით ასე გავაკეთოთ თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით, რომ აი ამ ძალიან დიდი და 99 წლიდან დღემდე გამოცდილებიდან, რაც თქვენ მიგაჩნიათ, ჩვენი კომისიის მანდატს ძალიან კარგად იცნობთ, საჭიროდ 15-20 წუთის განმავლობაში თავისუფალი თხრობის რეჟიმში რომ გითხრათ და შემდეგ ჩვენ დავსვამთ კითხვებს. დიდი მადლობა. პატივია ჩემთვის პარლამენტში მოსვლა და ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება. თქვენ ახსენეთ ჩემი გამოცდილება, რაც უკავშირდება ჩემს დიპლომატიურ სამსახურში მსახურს, რომელიც 99 წლიდან იწყება და უკავშირდება ფაქტიურად ორ მიმართულებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებში, ეს იყო EUTOS-თან ურთიერთობები და ყველაზე დიდი ნაწილი, რაც ჩემს დიპლომატიურ კარიერაში დაეთმო, ეს იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ევროკავშირთან ურთიერთობები. სხვადასხვა პერიოდში სამჯერ მომიწია ბრიუსელში მსახური სხვადასხვა პოზიციებზე დამწყები დიპლომატიური რანგიდან, გახდით პირველი მეორე მდივანი, გახდით მრჩეველი, გახდით დესპანი, როგორც ახსენეთ, ბრიუსელში საქართველოს მისიაში და ასევე შუალედებში მე ხელმძღვანელობდი სხვადასხვა განყოფილებებს სამინისტროში, რომელიც ასევე ევროკავშირთან ურთიერთობებზე და ევროკავშირში ინტეგრაციაზე მუშაობდა. მანამდე ასევე მეკავა სამინისტროში დამწყები პოზიციები, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან დეპარტამენტში, ეს იყო საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი, რომელიც ფაქტიურად საფუძველს უყრიდა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობების სამართლებრივ ბაზას
და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი მათ შორის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ახალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, როგორ იქმნებოდა ის სამართლებრივი, საერთაშორისო სამართლებრივი ბაზა, რაზედაც დღეს დგას ჩვენი სახელმწიფოს ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან. Რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ურთიერთობები და ის გამოცდილება არის განსაკუთრებით საინტერესო პოლიტიკურად და იმ კონტექსტში, რა კონტექსტზედაც დღეს ჩვენ გვაქვს საუბარი და ალბათ ეს ასე ვთქვათ წარსული გამოცდილება განაპირობებდა იმასაც, რომ მე მეკავა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია, როგორც პარლამენტის წევრს და 4 წლის განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა რაღაც წვლილი შემეტანა ამ ქვეყნის უსაფრთხოებაში პირველ რიგში ალბათ და ამ ქვეყნის ევროინტეგრაციაშიც. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი იყო ეს 4 წლიანი პერიოდი, განსაკუთრებით იმ გამოცდილებით, სადაც რაღაც თვალსაჩინოდ გამოჩნდა საფრთხეებიც, გამოწვევებიც, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, იდგა ყოველთვის, მაგრამ უფრო მეტად გამოჩნდა ალბათ ამ 4 წლის განმავლობაში და კარგად გამოჩნდა ვინ რას აკეთებს ამ პროცესში და რა პროცესები მიდის საქართველოსთან დაკავშირებით. სამწუხარო არის ერთის მხრივ, როდესაც ხედავ, რომ შენივე კოლეგები, შენივე გვერდით მჯდომი ადამიანები, რომელსაც ასევე ქვია ქართველი პოლიტიკოსი, ქვია გამალებით არიან სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული და რა თქმა უნდა ეს არ ვიცი როგორ შეიძლება ბედნიერებას გვრიდეს, ნამდვილად არ არის სასიამოვნო სანახავი. არაერთი გვინახავს, თქვენ ახსენეთ 2 დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდი, ამ დელეგაციებში რა თქმა უნდა იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც და ვხედავდით, მათ ჰქონდათ ასე ვთქვათ სამართლებრივი საფუძველიც და შესაძლებლობაც, რომ გარკვეული საქმიანობა განახორციელებინათ, თუმცა ეს საქმიანობა არასდროს ყოფილა საქართველოს სასარგებლოდ მიმართული. ალბათ ბოლოდან დავიწყებ ყველაზე აქტუალური და ყველაზე ახლო წარსულის, ეს იყო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში კანდიდატის სტატუსის მოპოვების მთელი ისტორია და ძალიან საინტერესო პროცესი, რომელიც 2022 წლიდან გაიარა საქართველოს განაცხადის გაკეთებიდან კანდიდატის სტატუსის და დღემდე გრძელდება ეს პროცესი, ეს რაღაცნაირად არ არის დასრულებული ბუნებრივია. ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებდით, როდესაც განაცხადი გავაკეთეთ, რა გამოწვევა შეიძლება ქონოდა საქართველოს სწორედ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის, ქართული ხალხისთვის ევროპა და ევროპასთან ასოცირება და ევროპაში ყოფნა. მე არასდროს არ მიყვარს ტერმინი ევროპეიზაციის გამოყენება, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, ქართული ხალხი არიან ევროპელები და ისეთივე წვლილი შეაქვთ ევროპის ისტორიაში, როგორც სხვა დანარჩენ ხალხებს და სახელმწიფოებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის ცხადად ჩანდა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქცეოდა ინსტრუმენტად გარკვეული ძალების ხელში, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო სწორედ ამ მიზნის, რომელიც აქვს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება საწინააღმდეგოდ და ეს ასეც მოხდა. მე ძალიან კარგად მახსოვს ჩემი შეხვედრები, მე საკმაოდ აქტიური გახლდით, ძალიან ხშირად დავდიოდი ევროპარლამენტში, აქტიურად მქონდა კომუნიკაცია ჩემს ევროპარლამენტარ კოლეგებთან, არ ქონდა მნიშვნელობა ისინი კეთილგანწყობილი იყვნენ საქართველოს მიმართ, ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ თუ არა, მე ვთვლიდი, რომ ყველასთან უნდა მქონოდა ურთიერთობა და კომუნიკაცია და საკმაოდ საინტერესოც იყო თვალსაჩინოდ ჩანდა ბევრი რამ ამ შეხვედრების შემდგომ. მათ შორის სწორედ ჩვენი განაცხადის გაკეთების შემდგომ არაერთ შეხვედრას გავიხსენებ, როდესაც ცალსახად ითქვა
საქართველოსთან დაკავშირებით თქვენ გააკეთეთ განაცხადი, ახლა ნახავთ მოლდოვა და უკრაინა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველოს იქნება ის ქვეყანა, რომელიც არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ამას მე გეუბნებით დაახლოებით მარტის პერიოდში, ანუ ახალი გაკეთებული ქონა განაცხადი და ვნახოთ ის 85% მოსახლეობის, რომელიც ხარს უჭერს ევროკავშირში ინტეგრაციას, რა პასუხს მოთხოვს ქართული ოცნების ხელისუფლებას. ანუ ეს წინადადება უკვე ნათქვამი ცხადად აჩვენებდა იმას, რომ ევროინტეგრაცია საქართველოსთვის ამდენად მნიშვნელოვანი საკითხი ვიღაცეებისთვის იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი იმისთვის, რომ საქართველოში ხელისუფლება შეეცვალათ ნებისმიერი გზით. 2022 წელს არჩევნების არანაირი პერსპექტივა უკვე აღარ არსებობდა, ამას ალბათ მე შევეხები 2020 წლის არჩევნებს. აღარ არსებობდა არანაირი, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური გზა ხელისუფლების ცვლილების და რა თქმა უნდა სცენარი 2 არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება უკვე სრულად იყო ჩაშვებული ასამოქმედებლად და აქ უკვე საჭირო იყო კარგი მიზეზების მოძებნა, რაც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. მე ასე დავარქმევ ამას, მე არ დავარქმევ ამას ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს იყო ხელისუფლება, რომელიც არჩეული იყო ქართული ხალხის მიერ. აქ საინტერესო ალბათ არის თუ რა უფრო ალბათ ჩვენი მხრიდან, ქართული მხრიდან, საქართველოს პოლიტიკურ ველზე როგორ ხდებოდა ამის განხორციელება. სამი მიმართულება ალბათ რაც უნდა ითქვას, ეს არის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული და ჩვენ თვალწინ ხდებოდა აქ პარლამენტში განცხადებების კეთება, არასამთავრობო ორგანიზაციები, NGO-ები, რომლებიც აქტიურად უქმნიდნენ აკადემიურ, ასე ვთქვათ, შეფუთვას ამ ყველაფერს, მედია, რომელიც გახდა ძალიან აქტიური საგარეო ფლანგზე, ალბათ ყველას გახსოვთ გააქტიურებული ტელეკომპანია ფორმულას ანგარიშები, რომელიც ტვიტერზე განსაკუთრებით აქტიური იყო იმისთვის, რომ მოკლედ გასულიყო დავარქმევ პირდაპირ დეზინფორმაცია საქართველოს შესახებ და საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. კანდიდატის სტატუსი ყველამ კარგად იცის, რომ ხა ევროკავშირში ინტეგრაცია არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ რა თქმა უნდა დაფუძნებული არის გარკვეულ მიღწევებზე, ასე ვთქვათ, სახელმწიფოების. და ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო იმ სამ კანდიდატ ქვეყანას შორის, რაზედაც იყო საუბარი, რომ კანდიდატები იყვნენ უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ამ სამ შორის საქართველო იყო მოწინავე. ეს იყო ესეთი ფაქტი, რომელსაც ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგებოდა. ამიტომ საჭირო იყო აღქმის შექმნა, რომ ესე არ არის და ამაში ძალიან აქტიურად დაიწყეს მონაწილეობის მიღება ამ სამივე კომპონენტის შემსრულებლებმა, პოლიტიკოსებმაც, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და მედიამაც. თქვენ თუ გახსოვთ კამპანია საქართველო არის მაჩანჩალა, რომელსაც განსაკუთრებით აქტიურად იყენებდა ლელოს პოლიტიკოსები პარლამენტში, არაერთხელ გაჟღერებულა, ყველას კარგად გახსოვთ განსაკუთრებით ნაცვლიშვილი, გახლდათ სამადაშვილი, რომლებიც აქტიურად ლიდერებიც მათი პარტიების ძალიან ხშირად საუბრობდნენ, რომ საქართველო არის მაჩანჩალა და ეს ძალიან ხშირად ისმოდა, რომ რაღაცნაირად გამჯდარიყო საზოგადოებაში, რომ თითქოს საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ანუ საქართველოს არ აქვს მიღწევები. ასევე პოლიტიკური კონტექსტი, რაც მაშინ გახლდათ, იყო ახალი დაწყებული ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა ეს იყო ყველაზე, ასე ვთქვათ, სენსიტიური თემა და კამპანია შავი ხვრელი საქართველო, ეს ალბათ არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. ის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გამალებული კამპანია, რომელიც მიდიოდა ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომ საქართველო წარმოჩენილიყო შავხრელად, თქვენ გახსოვთ უსამართლო წერილები, რომელიც ფრიალებდა მათ შორის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან თითქოს რაღაც არასწორად კეთდებოდა საქართველოში, თუმცა არანაირი ამის მტკიცებულება თუ საფუძველი არ ყოფილა. აქტიურად საქართველოში ჩვენი პარლამენტის ტრიბუნიდან ქართველი პოლიტიკოსები ოპოზიციიდან, მე მახსოვს ძალიან კარგად ნაცვლიშვილის
ერთი გამოსვლა, სადაც ვეღარ დავთვალე რამდენჯერ იხმარა სიტყვა შავი ხვრელი, რომ ეს კარგად გამჯდარიყო და კარგად გასულიყო, რომ ეს თემა თითქოს და იყო აქტიური. რამდენიმე თვე გაგრძელდა ეს კამპანია, რომელმაც რა თქმა უნდა ვერ ვიტყვით, რომ ზიანი არ მიაყენა ჩვენს ქვეყანას, ჩვენ სახელმწიფოს იმ პერიოდში ზუსტად, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსს ველოდით და დავდიოდით მართლაც კარდაკარ, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვერწმუნებიან იმაში, რომ არასწორი იქნებოდა საქართველოს ჩამოტოვება ამ სამეულიდან და არასწორი გზავნილი იქნებოდა გარე სამყაროსთვის სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღება გეოპოლიტიკურად თავი რო დავანებოთ. თუმცა ამ გეოპოლიტიკურ მიზნებს სხვა მიზნებმა, ასე ვთქვათ, აჯობა და ნამდვილად მოხდა ისე, რომ საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა მაშინვე ვუხსნიდი ჩემს კოლეგებს იქ, რომ ამას არ ექნებოდა ის ეფექტი, რისთვისაც მათ სურდათ, რომ გამოეყენებინათ, ამით ვერ მიიღებდნენ იმ შედეგს, რა შედეგის მიღებაც სურდათ მათ და გამოჩნდებოდა გეოპოლიტიკური შეცდომა ევროპის მხრიდან კიდევ ერთხელ დაშვებული, თუმცა რა თქმა უნდა ეს აზრი მაშინ არ იყო გათვალისწინებული, იმდენად დიადად ჩანდა საქართველოს ხელისუფლების შეცვლის მიზანი და სურვილი, რომ მათ ეს ამისთვის გააკეთეს. მე არ შემიძლია არ გავიხსენო შარშანდელი ევრონესტის შეხვედრა, როდესაც ძალიან კარგად გამოჩნდა გულწრფელობა ბრჭყალებში ჩვენი პოლიტიკოსების, როდესაც ისინი ევროინტეგრაციაზე საუბრობენ და ქართულ ოცნებას, ასე ვთქვათ, უწუნებენ ევროინტეგრაციის სურვილებს თუ ევროპასთან ურთიერთობას. მე გახდით ხელმძღვანელი დელეგაციის, მე ამავდროულად ძალიან 2 წლის განმავლობაში ვიყავი ვიცე-პრეზიდენტი ჩემს კოლეგა კუბილიუსთან ერთად ევრონესტის და როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ინიცირებამ სურდა გამეკეთებინა რეზოლუციისთვის, რომელიც ევრონესტის ფარგლებში შეიძლებოდა ყოფილიყო მიღებული. რეზოლუცია შეგიძლიათ აქაც არის ჩვენ საპარაც ექნება ევროინტეგრაციის კომიტეტის ტექსტი იყო აბსოლუტურად 3 ქვეყანაზე მორგებული, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, შეეხებოდა 3 ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას და რა თქმა უნდა საკმაოდ ძლიერი გზავნილი საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით. ამ ტექსტში ჭირდებოდა 3 ქვეყნის დელეგაციის თანხმობა ან 10 ხელმოწერა, ესე მახსოვს პროცედურულად. ქართულ ოცნებას მაშინ იყავდა მხოლოდ 5 დეპუტატი დელეგაციაში, ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ რეზოლუციის ინიცირება გაგვეკეთებინა. დელეგაციის დანარჩენ წევრებს მოლდოვას ყავდა 3 თუ 4, აღარ მახსოვს, არ ყოფნიდა საქართველოს და მოლდოვის დელეგაციის, ქართული ოცნების და მოლდოვას დელეგაციის რაოდენობა. უკრაინის დელეგაციამ მაშინ უარი გითხრა, რომ მათ არ ქონდათ ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით და არ ქონდათ პოზიტიური პასუხი, რომ საქართველოს ინიციატივისთვის მხარი დაეჭირათ, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასაც ეხებოდა. და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო საქართველოს დელეგაციის სხვა წევრების, ესენი იყვნენ ვაშაძე, წითლიძე, როგორც მახსოვს, ბოტკოველი და კორძაია, მათი ხელმოწერები იმისთვის, რომ ეს რეზოლუცია ევროინტეგრაციის ევრონესტს მიეღო და მათგან ესე იგი 2 დღიანი, ასე ვთქვათ, თხოვნის მიუხედავად და შეთავაზების მიუხედავად მათ ეს არ გააკეთეს. ევრონესტის შეხვედრა დასრულდა იმ რეზოლუციის გარეშე, რომელიც ევროპარლამენტთან ერთად კიდევ ერთხელ იტყოდა საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ. აი ეს არის ახლა რა შეუძლია საქართველოს პარლამენტის წევრს გააკეთოს საერთაშორისო არენაზე, ხო? თუ შეგიძლია რომ რაღაც რეზოლუცია მიაღებინო, მიიღო, რომელიც იქნება პოზიტიური შენი ქვეყნის წინაშე, ეს არის. და თუ კარგად გაიხსენებთ, ყველა კონგრესი, განსაკუთრებით ევროპის სახალხო პარტიის, სადაც ნაციონალური მოძრაობა და არის წევრი, მთავრდებოდა იმით, რომ ისინი იღებდნენ საქართველოს შესახებ უარყოფით რეზოლუციებს. მათ შორის სწორედ ამ პერიოდში 2022 წლის მაისი იყო, მე მახსოვს, ზუსტად
ევროკავშირის საბჭოს შეხვედრამდე სულ რამდენიმე დღით თუ კვირით ადრე იყო EPP-ის სახალხო პარტიის შეხვედრა, სადაც რეზოლუცია მიიღეს და იმდენად საერთოდ ნეგატივზე იყვნენ ორიენტირებული, ისიც არ სახერო შეენარჩუნებინათ ერთი წინადადებაც არ ჩაწერეს, რომ ხარს უჭერდნენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას შეეძლოთ ეს გაეკეთებინათ, თუ ასეთი ძლევამოსილები იყვნენ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები იქ და ამდენად ყველა თქვათ მათ პოზიციას აზიარებინებდნენ ევროპელ პარტნიორებს, ნამდვილად შეეძლოთ მათ ერთი წინადადება დაეწერათ საქართველოს ევროინტეგრაციის შესახებ. ეს მიზანმიმართული კამპანიები ნამდვილად იყო არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს, რომელიც ტარდებოდა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რამაც რეალურად საქართველოს იმ მომენტში დააკარგინა შესაძლებლობა, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად და ამ პროცესში ნამდვილად მონაწილეობა ყველა მიიღო მედიამაც, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და პოლიტიკოსებმაც სამივე მიმართულებით. მე მახსოვს ხმაც გამოვიდა რაღაც მომენტში როდესაც შეფასება გაკეთდა ევროკომისიის გახსოვთ, ეს უკვე გადასული იყო კანდიდატის სტატუსის გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო და უკვე მერე გამოაქვეყნეს ანგარიში, აქ ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, რამდენად სწრაფად გააკეთა საქართველომ და კარგი ხარისხით ეს ანგარიში, იმიტომ რომ სათქმელიც ჰქონდა კარგი ხარისხის და წარსადგენი ჩვენ მაშინ უკრაინისგან და მოლდოვასთან შედარებით, რომ იმდენად კრიტიკული შეფასების პირობებშიც კი როგორშიდაც ჩვენ ვიყავით, გამოჩნდა საქართველოს უპირატესობა ევროკომისიის ანგარიშით და თუმცა ეს უკვე იყო გვიან, ეს უკვე იყო მაშინ გამოქვეყნებული, როცა გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდათ ივნისში. და მიუხედავად ამისა, ევროკომისიის შეფასებებისა, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პოზიციონირებდნენ ევროპულ სცენაზე, წერდნენ იმაზე უფრო კიდევ ნეგატიურ ანგარიშებს, იმაზე უფრო ცუდს, ვიდრე ევროკომისია აფასებდა ჩვენს ქვეყანას და ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ გვესმის მოწოდებები რომ ერთიანი პოზიცია საქართველოსთან საჭირო, ერთი ხმა უნდა ისმოდეს, ერთიანები იყავით და ამაზე ერთს გავიხსენებ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო სხვათა შორის. ჩვენ როდესაც განაცხადი გავაკეთეთ 2022 წლის მარტში, მაშინ მე როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ინიცირება გავუკეთე საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ერთხმად მივიღეთ. მას მხარი ყველამ დაუჭირა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. თუ არ ვცდები 11-15 მარტის დასაწყისში ხდებოდა ეს. ეს იყო რეალურად დოკუმენტალურად წარდგენილი ქართული პოლიტიკური სპექტრის პოზიცია, სადაც ერთიანად ვინც იყვნენ პარლამენტში, ყველა ამ რეზოლუციას ხმა და ერთიანად ჩვენ ევროპას უთხარით, რომ აი საქართველოს პარლამენტიდან არის ეს პოზიცია, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს რეზოლუცია გადადებულიყო გვერდით, ანუ არ ყოფილიყო წინ წამოწეული და თუ გახსოვთ, მოაწერეს ხელი წერილს და წერილი გააგზავნეს ერთ თვეში, აპრილი იყო, რომ ცალკე გამოჩენილიყო ვითომც და ოპოზიციის, ასე ვთქვათ, პოზიცია ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც არც ერთ სამუშაო ჯგუფში ისინი არ მონაწილეობდნენ და არ იღებდნენ მონაწილეობას. ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ამ თემაზე, ალბათ დღეს ყველაზე აქტუალური არის უვიზო მიმოსვლის თემა ევროკავშირთან ურთიერთობაში, ახალი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოს წინააღმდეგ და შეიძლება იყოს გამოყენებული, იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის ის ორგანიზაციებიც და ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს უკვე ქუჩიდან, ასე ვთქვათ, უარს ამბობენ მანდატებზე და უარი თქვეს მანდატებზე და ქართული ხალხის არჩევანზე და არიან, ასე ვთქვათ, ქუჩის პოლიტიკაში ჩართულები, აქტიურად ლობირებენ ამ თემას ბრიუსელში. ეს თქვენ გახსოვთ, შარშან შემუშავდა სხვადასხვა ვიზიტების დროს, მათ შორის იყო მახსოვს სამადაშვილიც, იყო მახსოვს ვაშაძეც ბრიუსელში, იყო თუ არ ვცდები ზურაგირჩი ჯაფარიძეც და აქტიურად მუშაობდნენ იმ
ღონისძიებებზე, რაც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს ქართული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ, იგივე საქართველოს წინააღმდეგ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის ჩამონათვალი, რაც გაკეთდა, ყველანაირად მიმართული იყო ქართული საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად. მაშინ ეს თუ გახსოვთ, ერთ-ერთი ეს იდეაც ჰქონდათ, რომ გააქტიურებულიყო უვიზო მიმოსვლის შეჩერების იდეა და რაღაცნაირად ევროპულმა მხარემ ეს ასე ვთქვათ გვერდით გადადო იმ მომენტში და არ იყო ეს გამოყენებული ალბათ სადღაც აღიაზრიც არსებობდა რომ ეს სასჯელი რეალურად ეს არის სასჯელი ქართული ხალხისთვის არ უნდა ამოქმედებულიყო. უვიზო მიმოსვლა არის მართლა ძალიან დიდი მონაპოვარი რომელიც არ შეიძლება რომ არ ვიამაყოთ ჩვენ როგორც ქართული ოცნების ხელისუფლებამ რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ 2012 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში თქვენ არ გჭირდებათ ქალბატონთი ამის შეხსენება იუსტიციის მინისტრი ბრძანდებოდით ის ორი ფაზა რომელიც საქართველოს გაიარა და საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა იმისათვის რომ საქართველოს ქონოდა უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან საქართველოს მოქალაქეებს ესარგებლად ამ სიკეთით. რეალურად დღეს საჭირო არის თემა რომელიც საჭირო იყო თემა რომელიც გავლენას მოახდენდა არჩევნებზე. ეს ერთ-ერთი ის თემა იყო მოაზრებული რომელსაც შეიძლებოდა გავლენა მოახდინა არჩევნებზე. ხა ეს რეალურად მოახდენს გავლენას თუ არ მოახდენს მეორე საკითხია ასევე ეგონათ კანდიდატის სტატუსისარმოცემით ამოყირავდებოდა ქართული ოცნების ხელისუფლება და აქ შეიცვლებოდა ხელისუფლება და ეს იქნებოდა რევოლუციის ასე ვთქვათ საფუძველი. ასეთივე შეიძლება ეგონოთ და იყოს ამ აზრის ასე ვთქვათ მხარდამჭერები და შეიძლება ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ რაღაცნაირად არის რეზერვში და ჩვენ ხედავთ გააქტიურდნენ არაერთხელ ახსენა ეს თინა ბეკუჩავამ სხვაებიც ახსენებენ რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება არის ერთ-ერთი რასაც ისინი მოელიან რომ გამოყენებული იქნება საქართველოს წინააღმდეგ და არა ქართული ოცნების წინააღმდეგ ამ სიკეთით სარგებლობს ყველა საქართველოს მოქალაქე ვისი მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის და ნამდვილად დიდი მონაპოვარია. მაგრამ მე უფრო გავიხსენებ წინა პერიოდს სანამ ჩვენ უვიზო მიმოსვლას მივიღებდით ზოგადად როგორ მოხდა მე მაშინ ბრიუსელში გახლდით 2010-2014 წლები იყო ჩემი მეორე როტაცია ასე ვთქვათ ბრიუსელში და უვიზო მიმოსვლის საკითხი იყო ჩემი პორტფელი რომელზედაც მე მაშინ მუშაობდი დღიდან დაწყების დიალოგის დაწყებისა ჩემი როტაციის ბოლომდე ამ საკითხზე მე ვიყავი ასე ვთქვათ პასუხისმგებელი საქართველოს საელჩოში და ძალიან კარგად მახსოვს ყველა შეხვედრა ყველაფერი რაც ხდებოდა ამასთან ყველა სირთულე მათ შორის რაც ახლდა უვიზო მიმოსვლას. ერთი ის უნდა ითქვას რომ საქართველოს იყო ბოლო ვინც დაიწყო უვიზო მიმოსვლაზე დიალოგი 2012 წელს უკვე ის პერიოდია როდესაც მოლდოვას ფაქტიურად ჰქონდა ბოლომდე მიყვანილი უვიზო მიმოსვლის დიალოგი უკრაინაც დიალოგში იყო ევროკავშირთან და ეს ყველაფერი დაიწყო 2008 წელს სწორედ რუსეთის საქართველოს ომის შემდგომ ზუსტად მაშინ 2008 წელს როდესაც სამწუხაროდ მაშინ ვერავინ ვერ ათქმევინა ევროპას რომ ეს იყო რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ და მაშინ ეს შეიფუთა როგორც კონფლიქტი საქართველოში და დღემდე ამ ტერმინს იყენებს ევროპული მხარე და წამოწდა ერთგვარად ცოტა ხნის წინ ბორელს რომ ეს იყო ოკუპაცია ძალიან ბევრი ძალისხმევა დავხარჯეთ ჩვენ იმისთვის რომ სამართლებრივი შეფასება ყოფილიყო სწორი და თქვენს მადლობა როგორც იუსტიციის მინისტრმა არ დააკელით ნამდვილად ძალისხმევა იმისთვის რომ სამართლებრივად დარქმეოდა ამას თავისი სახელი მაშინ როდესაც 2008 წელს ხელი ომის ფაზის პერიოდში ეს ვერ მოხერხდა მაშინდელი ხელისუფლების მიერ რომ სწორად შეფასებულიყო ის რაც მაშინ საქართველოში ხდებოდა. სწორედ მას შემდეგ მიეცათ უკრაინასაც და მოლდოვასაც შესაძლებლობა რომ გაეხსნათ ასოცირების მოლაპარაკებები, დაეწყოთ უვიზო მიმოსვლა და საქართველოს იყო ბოლო 2012 წელს. მაგრამ 2008-ში რატო არ დაიწყო საქართველოს და 2012-ში როდის დაიწყო? ბევრი პრობლემა იყო ბატონო სოზარ, მაშინ ძალიან ბევრი
პრობლემა იყო, მათ შორის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები. ვერ ვიტყვით, რომ ეს არ იდგა დღის წესრიგში. თუ გახსოვთ, ევროკავშირმა ინიცირება გაუკეთა ადამიანის უფლებათა დიალოგს მაშინ და დღეს საჯაროდ გვესაუბრებიან რაღაც ეს არის კამპანიებია, ხო? მაშინ ასე არ იყო. შეხვედრები იყო დახურული ძირითადად და შეხვედრების ბოლოს ადამიანის უფლებათა დიალოგის ერთ-ერთი შეხვედრა ლამის დილამდე გაგრძელდა 2011 წელს, თუ სწორად მახსოვს. დიდი ყოველწლიურად იზრდებოდა იმ საქმეების მოცულობა, რომელსაც ევროპული მხარე გადმოცემდა ხოლმე მაშინ ქართულ მხარეს, თუმცა დალუქული და დახურული კონვერტებით და ეს საჯარო არ იყო. და ბატონო? საქართველოს ვინ წარმოადგენდა ამ შეხვედრას? ხო, საქართველოს სხვადასხვა ფორმით იყო, ეს ძირითადად მინისტრის მოადგილის დონეზე იმართებოდა ხოლმე და სხვადასხვა უწყებები იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა მნიშვნელოვანი იყო ეს მომენტი, სწორედ კონკრეტული საქმეები, რომელიც ახლა იქ საჯარო მოხელეებისთვის არ იყო ხელმისაწვდომი და გარკვეულწილად მიდიოდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, თუმცა საინტერესო იყო, რომ მოცულობას მაინც ხედავდით, რომ ეს საქმეები იზრდებოდა და ბევრი რაოდენობით იყო. ეს ალბათ იყო ფაქტორი გარკვეულწილად, ბევრი, იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ უვიზო მიმოსვლა ძალიან ბევრი სხვადასხვა საკითხებისგან შედგებოდა და ეხებოდა იქ 4 ბლოკი იყო, სხვადასხვა მიმართულებით ჩვენ პროგრესი უნდა გვეჩვენებინა და მართლაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა პირველ საკანონმდებლო ფაზაზე 2013 წლიდან, როდესაც სამოქმედო გეგმა გადმოეცა და სხვათა შორის ეს იყო საინტერესო მომენტი. მაშინ ჯერ კიდევ ქალბატონი სალომე სამადაშვილი იყო ელჩი ბრიუსელში, როდესაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება და მაშინ როდესაც აქტიურად განვიხილავდით, როდის უნდა ჩამოსულიყო ევროკომისარი, მაშინ ქალბატონი სესილია მალმსტრომი გახდა ჩინაგან საქმეთა კომისარი, რომელსაც უნდა გადმოეცა ქართული მხარისთვის სამოქმედო გეგმა და რაღაცნაირად შეფერხების პროცესიც მე მახსოვს ეს პერიოდი კარგად. ყველანაირი მცდელობა იყო იმისთვის, რომ ეს დროულად არ მომხდარიყო, დროულად არ ჩამოსულიყო, არ გადმოეცა ეს სამოქმედო გეგმა და რაღაცნაირად გაწელილიყო ეს პროცესი. თუმცა მე მახსოვს, თებერვალი იყო 2013 წლის, იქიდან მოყოლებული საქართველოს ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ნაბიჯები გადაგვედგა, თუმცა ყოველთვის იმ პერიოდშიც ქართული დელეგაცია, როდესაც ხდებოდა ოპოზიციის მხრიდან ბრიუსელში, აქტიურად გამოიყენებოდა ეს საკითხი იმისთვის, რომ აქტიურად იყო მცდელობები, რომ ეს საკითხი ინსტრუმენტად ყოფილიყო გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, ქართული ოცნების წინააღმდეგ. ყოველთვის მუდმივად იყო მცდელობა, რომ მომხდარიყო ამ საკითხის პოლიტიზირება და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, მათ შორის არჩევნების პერიოდშიც იყო 2016 წლის არჩევნებიც, გახსოვთ ალბათ, მე მგონი იყო საუბარი უკვე ამაზე და დიდხანს აღარ გავჩერდებით, თქვენ ახსენეთ ქალბატონ თეა და აბსოლუტურად დაგეთანხმებით მაგაში, რომ იყო ნამდვილად ეს გარკვეული მცდელობები, თუმცა იმდენად კარგად აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს, იმდენად კარგად მიდიოდა ეს პროცესი, რომ ამ კრიტიკულ მომენტებშიდაც და შეფასების პროცესში შეუძლებელი იყო, რომ ჩვენ არ მიგვეღო ის, რაც მივიღეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის. გარდა ამისა, სწორედ ამ პერიოდში ძალიან აქტიურად ხდებოდა სამართლებრივი საქმეების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, არა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არამედ პირიქით ოპოზიციის მხრიდან. სწორედ ეს იყო სამართლებრივი საქმეების პოლიტიზირება. ხმერაბიშვილის საქმის პოლიტიზირებას ახდენდა სწორედ ის ადამიანები ახდენდნენ, ვინც ბრიუსელში დადიოდნენ ევროპარლამენტში და ეხვეწებოდნენ ევროპარლამენტარებს, რომ იცით რა, დადეთ ეს პირობითობა, ჩადეთ თქვენს რეზოლუციებში, პირობითობა გააჩინეთ, რომ თუ მერაბიშვილი გარეთ არ გამოვა, თუ არ იქნება ეს სამართლებრივი საქმეები რაღაცნაირად სხვანაირად გადაწყვეტილი, საქართველოს ასოცირების შეთანხმებას ვერ მოაწერს ხელს. ეს ხდებოდა 2014 წლამდე, როდესაც თქვენ კარგად 2013 წელს, როდესაც ძალიან კარგად გვახსოვს, რა პირობებში ხდებოდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე გადაწყვეტილების მიღება. ეს არ იყო მარტივი გეოპოლიტიკური მოცემულობა, მაშინ 4 ქვეყანასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, სომხეთმა მიიღო სხვა გადაწყვეტილება, შევიდა ევრაზიულ კავშირში და თქვენ იყავით, თუ სწორად მახსოვს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე მაშინ
საჯარო მოსმენაზე და სწორედ ეს პერიოდი იყო, როდესაც აქტიურად ლობირებდნენ, რომ საქართველოსთვის ხელი შეეშალათ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე და მერაბიშვილის საქმე და სამართლებრივი საქმეები გამხდარიყო ამის, ასე ვთქვათ, საფუძველი და მიზეზი, რის გამოც საქართველოს შეიძლებოდა გადაწეულიყო გვერდით. ამას აკეთებდნენ და დღეს ძალიან ვინ აკეთებდნენ ამას? ვინ იყო ასოცირების შეთანხმების წინააღმდეგ ვინც იყო? ხო, ხა დელეგაციაში ვინც იყვნენ, მაშინ ყველა აქტიურად მუშაობდა, ხა კანდელაკის სახელი არაერთხელ გაჟღერდა და ეს იყო ადამიანი, რომელიც ძალიან ხშირად დადიოდა და ლობირებდა და ყველანი ვინც იყვნენ დელეგაციაში, მათ შორის ხა სამადაშვილიც ყოველთვის აქტიურობდა ამ პროცესებში, თქვენ გახსოვთ და შემდგომ ხა ბოკერიაც იყო, იქ ბევრი იყვნენ, ვინც დადიოდნენ ბრიუსელში, ამათ მათი დღის წესრიგი ძირითადად იყო ეს, რომ როგორღაც გაჩენილიყო შემაფერხებელი გარემოებები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის გადასავადებლად, გადასაწევად, დროში გასაწელად, რომ შემდგომ ეჩვენებინათ ქართული ოცნების ხელისუფლების, ასე ვთქვათ, როგორი მიუღებელია ქართული ოცნების ხელისუფლება დასავლეთისთვის. ეს დღის წესრიგი არ შეცვლილა, ყოველთვის იყო ამ წლების განმავლობაში და სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა დოზით აქტიურდებოდა და განსაკუთრებით აქტიური არის ახლა, წინა 2024 წლის არჩევნებამდე განსაკუთრებით გააქტიურდა. ანუ ეს სურათი იმისა, რომ ქართული ოცნება მიუღებელია, არ უნდა ელაპარაკოთ. დღესაც დევს ეს სხვათა შორის ბრიუსელში მაგიდაზე, ვიცი, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მოწოდებები, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლებთან მინიმალური იყოს კონტაქტი, ხელი არ ჩამოართვათ, არ შეხვდეთ, რომ ეს სურათი იყოს, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად ჩვენ საზოგადოებაში ესე გამოჩნდეს, რომ ჩვენ ვართ მიუღებელი ხალხი. ამას აკეთებენ, თუმცა ამაზე არავინ არ ფიქრობს, რომ ხელისუფლება, რომელიც არის ხალხის მიერ არჩეული, თუ კი ამის, ასე ვთქვათ, იზოლაციას გააკეთებ ევროპისგან, რანაირად შეიძლება მერე დაამტკიცო, რომ შენ გინდა ევროპა და შენ გადარდებს რამე. ეს ხდება ყველანაირად ინსტრუმენტალიზაცია ამ საკითხების და ამას ემსახურებოდა ზუსტად გასული წლის ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება, როდესაც თქვათ იქ დიალოგის შეზღუდვაზე იყო საუბარი და დღესაც აქტიურად იყენებენ და მიყვებიან ამას. თუმცა ეს სურათი, ხა თქვენ გახსოვთ, ხა მე პირადად არაერთი შეხვედრა მქონდა ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრებთან, თუმცა ყოველ შეხვედრას მოყვება შემდგომ მერე ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ტალღა, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად არღვევს იმ სურათს, რისი სურათის დახატვაც უნდათ ქართული საზოგადოებისთვის და ამაზე ძალიან ღიზიანდებიან ხოლმე. თქვენ ნახეთ რა მოყვა გენერალურ საკონსულოს გახსნას მილანში, ისტერია სრული, რომ რაღაცნაირად ევროპელთან ერთად მდგარი ქართული ოცნების წარმომადგენელი, ეს მათთვის ახლა არის კატასტროფა, იმიტომ რომ წყალში ყრის მთელი ძალისხმევას, რა ძალისხმევაც მიმართეს ამ სურათის დასახატად. არ შეიძლება ალბათ არ ითქვა სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი, რომელიც აქტიურად გამოიყენეს სწორედ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ესეც ინსტრუმენტი გამხდარიყო ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ის ყოფილიყო ერთადერთი ლეგიტიმური მმართველი. ეს ყველა კამპანია რეალურად მიმართულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ხა, როდესაც შენ არ აღიარებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, არ აღიარებ სასამართლოს, არ აღიარებ პარლამენტს და მე ამბობ, რომ შენ რაღაც სიკეთე გინდა ამ ქვეყნისთვის, უბრალოდ არალოგიკურია. არ ჯდება არანაირ ლოგიკაში. შენ თუ გინდა ქართულმა ხალხმა მიიღოს სიკეთე, მაშინ პატივი უნდა ცე ამ ქართული ხალხის არჩევანს და მაშინ შენ პატივი უნდა ცე იმ შედეგს, რა შედეგიც არის ქართული ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგი. თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ სწორედ ხდება აქ გაყოფა, ვინ არის მათთვის ხალხი და ვინ არ არის ხალხი და ცოტა უჭირთ კიდეც ეს, თუმცა მაინც ცდილობები არის ამისა ძალიან დიდი და რეალურად რასაც ქართულ ოცნებას ედავებიან, რასაც ქართულ ოცნებას ესე ვთქვათ აბრალებენ, ყველაფერს ამას საფუძველს უყრის ან ამყარებს ის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც არიან ან პოლიტიკაში, ან არასამთავრობო ორგანიზაციების სახით გვევლინებიან, ან მედიის გარკვეული ნაწილის სახით გვევლინებიან საქართველოში, რომელიც ერთიანად ემსახურებიან ამ მიზანს და
ხო, სამწუხაროდ ეს არის ის რეალობა, რა რეალობაშიც არის ჩვენი ქვეყანა და რისთვისაც ვიბრძვით რეალურად ჩვენ გვიწევს ბრძოლა ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, გვიწევს ბრძოლა სახელმწიფოს ინსტიტუტების დაცვისთვის და ამის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ნებისმიერი საგარეო პოლიტიკური მიზნის განხორციელება, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციის. Ცლად გამომივიდა ძალიან, მაგრამ რა ვბრძანებთ, ძალიან საინტერესო იყო ფაქტებზე დაფუძნებით თქვენი ეს მონათხრობი. არაერთი რამ, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის იყო ცნობილი, მათ შორის როდესაც ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მეც იუსტიციის სამინისტროდან ეკონომიკის სამინისტროს და აი ამ სამ სამინისტროს, ვინც სხვებთან ერთად, მაგრამ წამყვანი როლი ჰქონდათ და პირდაპირ ეწერა, რომ პასუხისმგებლები არიან სხვადასხვა რეფორმის განხორციელებაზე, გვიწევდა თქვენთან ჩამოსვლა ბრიუსელში და თქვენი ყოველთვის საელჩოს გუნდთან ერთად და თბილისის, ასე ვთქვათ, თბილისში საგარეო სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად ხმალა მოღებული იცავდით თუ ვიზო მიმოსვლის რეჟიმის ინტერესებს თუ ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად განსახორციელებელ ნაბიჯებს. მადლობა თქვენ ამისთვის. ბატონი ირაკლი დასვამს კითხვებს, ბატონი თენგიზი, ბატონი სოზარი, ბატონი ილია. უბრალოდ ბატონებო უნდა გითხრათ, რომ 10 წუთში პლენარული სხდომა იწყება და ამიტომ კითხვებ განცხადებებს ნუ გავაკეთებთ, ჩემი თხოვნა, კითხვებში ნუ ჩავაშენებთ განცხადებებს, მხოლოდ კითხვები დავსვათ. გთხოვთ. აი, ნახეთ როგორი რამის თქმა მინდა. საქართველოს მოსახლეობისათვის საკმაოდ ესეთი რთულად დასაჯერებელი არის, რომ კი ბატონო, ეს ნაცები გავიგეთ, რომ ესეთები არიან, მაგრამ ამ ევროპაში ყველა განაცებულია. ხო, აი ეს რაღაცა დილემა ქართულ საზოგადოებას დააწევს უდგას. და აი ეგ არის სწორედ ალბათ სადაც ქართული საზოგადოება საბოლოო პასუხს ეძებს. ჩვენ ვიცით, რომ ევროკომისიის ფაქტობრივი შეფასებები რაც არის, ყველა სერიოზული საერთაშორისო სარეიტინგო კვლევები რა პოზიციონირებას აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი ძირითადი საზომი არის არჩევნები. ჩატარდა ახლა 2020 წელს აღარაფერს აღარ ვიტყვი, ბევრი თქმულა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. წინა პერიოდზეც აღარაფერს დაიდო ფაქტობრივი მოცემულობა ხო არჩევნების შემდეგ. ოპოზიციამ რა პოზიციაც დაიკავა, ჩვენ კარგად ვიცით. აი ევროპამ ამ არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე ღია შეფასება თუ გააკეთა არგუმენტზე დამყარებული და არა რიტორიკაზე, ანუ რა რიტორიკაზეც თქვენ ბრძანეთ. თუ თქვენ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს მოგისმენიათ რაიმე ან გარდამავალ პერიოდში კომიტეტის თავმჯდომარეს მოგისმენიათ რაიმე კონკრეტული არგუმენტი დასაბუთებული არჩევნებთან დაკავშირებით. ან დღეს ერთ-ერთ განცხადებაში წერია, რომ არ შეიძლება ხალხის ხმების მოპარვაო ციხეში რო წავიდნენ. ესეც გაცხადებული პოლიტიკის ნაწილია, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ქვეყნის. თუ მოგისმენიათ მათგან შეფასება, რომ ეთქვათ, რომ არ შეიძლება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, რომ იგივე იმ ოპოზიციამ ხალხის ხმები მოისროლოს და შანტაჟისათვის გამოიყენოს. ნამდვილად არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო ქართველი ხალხის არჩევანი და ამისთვის ყველაზე დიდი მადლობა ნამდვილად ეკუთვნის ჩვენს ამომრჩეველს და ქართულ ხალხს. თუმცა იმ გეგმის უგულვებელყოფა ნამდვილად არ შეიძლება, რაც არსებობდა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და მის ასე ვთქვათ არალეგიტიმურად თუ ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნებთან
თან დაკავშირებით, ხო? ეს რომ არა ქართული ხალხის ის მხარდაჭერა, რაც ჩვენ გვქონდა, რა თქმა უნდა, ეს შეიძლებოდა რომ განხორციელებული ყოფილიყო, თუნდაც რაღაცა მცირედი სხვაობის შემთხვევაში, თუ ის არჩევნების შედეგები დამთავრდებოდა რაღაც უმნიშვნელო სხვაობით, ან ასე შემდეგ. ეს გეგმა, რა თქმა უნდა, არსებობს. თქვენ ნახეთ რა ამბავი იყო ეუთო ოდირის ანგარიშთან დაკავშირებით და რამხელა შეტევა განახორციელეს თავად საერთაშორისო ორგანიზაციაზე, რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა, ხო, ეს რაღაცნაირად დიდი მოქმედების, ასე ვთქვათ, ზალა არის, დიდი ზალა მოქმედებს და სხვა შორის ის, რაც თქვენ თქვით, არის ძალიან საინტერესო. როდესაც ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროკავშირზე და რა ხდება იქ ყველა ნაციონალური მოძრაობის მიმდევარი, არ არის ასე. ჩვენ რაღაცნაირად რომანტიზება მოვახდინეთ ყველაფრის და კი გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა რაღაცნაირად არ გვინდა დავინახოთ იქ რა პროცესები მიდის ხოლმე და არ გვინდა შევხედოთ იქ ადგილზე რა ხდება. იდეალური არაფერი არ არის, ყველგან არის სხვადასხვა პროცესები, ყველგან არის სხვადასხვა ძალები და მე მახსოვს გაღიზიანება ასევე ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის, როდესაც ირაკლი კობახიძემ პირველად ახსენა გლობალური ომის პარტია. ძალიან კარგად მიხვდნენ, რაზე იყო საუბარი, ძალიან კარგად მიხვდნენ, ახლა რომ deep states-თად მოიხსენიებენ, რაზე იყო აქ საუბარი და რისთვის იყო ეს ტერმინი გამოყენებული. სწორად რომ ყოფილიყო გაგებული, ხო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ამას დაარტყეს და ამის განზოგადება მოახდინეს და ჩვენ დაგვაბრალეს ანტიევროპული რიტორიკა. სინამდვილეში ჩვენ არანაირი ანტიევროპული რიტორიკა არ არსებობს. სინამდვილეში ჩვენ საუბრობთ იმაზე, რაზედაც ევროპაშიც საუბრობენ, რამდენად ხმამაღლა ისმის, ეს უკვე მედიის მდგომარეობასთან მიგვიყვანს ალბათ ზოგადად ამაზე რომ განმარცოთ, თუმცა ეს პრობლემები არის ყველგან. ის ჩვენ რასაც უყურებთ დღეს საქართველოში, ყველგან არის მეტნაკლებად. უბრალოდ არის რაღაც დაცვის მექანიზმები, საზოგადოების სიმყარე ალბათ და ჩვენი საზოგადოების სიმყარეც არის ნამდვილად ის ძალა, რაც ჩვენ გვაქვს და რის გამოც ჩვენ დღეს გვაქვს სტაბილურობა და გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა რომ მშვიდობიან საქართველოში ვიყოთ. ეს ნამდვილად არის ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი მოქალაქეების დამსახურება პირველ რიგში და სწორედ მათი არჩევანის დამსახურება. თუმცა მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს პრობლემები არის უცხო ევროპისთვის, მეტნაკლებად ეს ჩანს და თუ კარგად დავაკვირდებით, ზოგ ქვეყანაში მეტად, ზოგ ქვეყანაში ნაკლებად წავაწყდებით, რომ არის საკმაოდ დიდ ძალასთან ბრძოლის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს. ბატონი თენგიზი. კითხვა თუ შეიძლება. მხოლოდ კითხვა. საერთო სურათისათვის ევრონესზე როდესაც საუბრობდით და ინიცირებაზე. გასაგებია რომ მათ უარი განაცხადეს რადიკალურმა ოპონენტებმა ჩვენმა რომ ინიცირებაში მონაწილეობა მიეღოთ. რით გისაბუთებდნენ, როდესაც უარს ამბობდნენ? ეს საერთო სურათისთვის საჭიროა, რომ ჩვენთვის და საზოგადოებას არ ვაწერ ხელს ამ ინიცირებას, რატომ? რას გეუბნებოდნენ? ხო, საინტერესო არის ისიც, რომ ამის ახსნა ძალიან ძნელია და ვერ ახსნი და ყველანაირი ტყუილი და ყველანაირი მიზეზი მოიგონეს ამისთვის, თითქოს არ ქონდათ ინფორმაცია, თითქოს არ იცოდნენ, თითქოს გვიან მიიღეს ორდღიანი, ასე ვთქვათ, ჩვენი კომუნიკაცია მთლიანად, ასე ვთქვათ, წარმოაჩინეთ. ეცადნენ ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან რთული იქნებოდა, რომ წარმოეჩინათ და დაემტკიცებინათ, თუმცა რა თქმა უნდა, უარყოფა ხა უცხო არ არის მათთვის, რაღაცას რო აკეთებ და შემდგომ უარყოფ, თუმცა ხო, გამართლება ამას არ აქვს. ვერანაირად ვერ გაამართლებდნენ იმას, რომ საქართველოს ინტერესების თვის გაკეთებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს და მერე უკვე იწყება რაღაც ტყუილების კასკადი და რაღაც სახის შენარჩუნების მცდელობები, რაც ძალიან რთულია და ამ საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. ბატონო ილია, შეკითხვა თუ შეიძლება. კი ბატონო, შეკითხვაზე გადავალ მაშინ პირდაპირ. ოფიციალურ შეხვედრებთან დაკავშირებით თქვენ ძალიან საინტერესოდ მოგვიყევით აი ეს გავლილი პერიოდი დაწყებული 2010 წლიდან დღემდე. ძალიან საინტერესო იქნებოდა აი პირად საუბრებში თუ არის მათი ეს პოზიცია განსხვავებული იმ ოფიციალური პოზიციიდან და თუ
ქონიათ ეს გამოცდილება მათთან საუბრისას თუ შეგიძლიათ ამაზე ორი სიტყვით ევროპელ დიახ ხო ევროპელ ნუ პოზიციები სხვადასხვანაირი არსებობს ახლა რა თქმა უნდა ინტერესები რომელ ინტერესებსაც კონკრეტული პოლიტიკოსები ემსახურებიან და ამ კომუნიკაციისას კარგად ჩანს ხოლმე რისი ჯერათ რისი არ ჯერათ რას აჟღერებენ და რა ძალიან კარგად იციან რომ ეს ასე არ არის თუმცა არიან რა თქმა უნდა ადამიანები რომლებიც ძალიან რეალურად ხედავენ რაც ხდება და ძალიან რეალურადაც აფასებენ შეიძლება უმცირესობაში ან შეიძლება ასე ხმამაღლა ბევრი არ გამოხატავს ამას თუმცა ეს რა თქმა უნდა არის მაგრამ თვალსაჩინო არის ხომ რაღაცნაირად ეს ძალა რომელიც მართავს პოლიტიკურ პარტიებს ხა ჩვენ ხო ვიცით ხა გვენდობით ერთმანეთს ხომ თქვენ საკითხზე მუშაობთ მე რაღაც საკითხზე როდესაც პარლამენტში შემოდის შეიძლება მე დეტალებში აღარ ჩავიხედო იმიტომ რომ ჩემი კოლეგის ასე ვთქვათ შემოტანილი თემა მე დაგიჭიროთ მხარი ამ საკითხზე ხო ყოველგვარი დეტალების თქვათ ჩაძიების გარეშე ასე ხდება იქაც საქართველოს საკითხი რომ დევს როდესაც ორი კაცის ინტერესი არის ორი კაცის ინტერესი შემდგომ იმ პოლიტიკურ ჯგუფებზეც რაღაცნაირად ცელდება თუმცა საინტერესო არის ვის ხელში აღმოჩნდა ბოლო პერიოდში საქართველოს ჩვენ ხედავთ ძირითადად ბალტიისპირელ პოლიტიკოსებს რომლებიც ავანგარდში არიან ევროპული პოლიტიკის ასე ვთქვათ სახელით მოლაპარაკე და ევროპის სახელით. ერთი რასაც ვიტყვი ევროპარლამენტის რეზოლუციებთან დაკავშირებით, რასაც არასდროს არ ამბობენ ხოლმე, აი თუ პოზიციებზე საუბრობთ, ხმამაღლა, თუმცა ჩვენ გვეუბნებიან, ნუ მიაქცევთ ყურადღებას, ახლა ხომ იცით, ახლა ევროპარლამენტის რეზოლუციას არ აქვს ის ძალა, არ აქვს ახლა ამას ის მნიშვნელობა, რომ რაღაც გადაწყვეტილების მიღები ორგანო არ არის, ამას გეუბნებიან. ოღონდ ამას ხმამაღლა არ ამბობს. ახლა მე ბედავ ამბობ ამას, რაც შეიძლება მე შეფუთონ, რომ მე რაღაც ევროპულ ინსტიტუტს მივაყენე, შეურაცხყოფა არ ვაყენებ, ამას თვითონ ამბობენ, თუმცა ხმამაღლა ამაზე არ საუბრობენ ხოლმე და ინსტრუმენტად იყენებენ სწორედ იმ ევროპარლამენტის რეზოლუციას, მე აქ ერთი ამბავი, რომ შეიძლება მოყვეს ქართულ საზოგადოებაში და ქართულ საზოგადოებას აფიქრებინონ, რომ აი ნახეთ როგორ ფიქრობენ ევროპელები საქართველოს შესახებ. ეს ძალიან სამწუხაროა, საბოლოო ჯამში აზიანებს თავს ევროპულ ინტერესს აზიანებს საქართველოში და საქართველოს ევროპულ ინტერესს აზიანებს და სწორედ ამის წინააღმდეგ არის ეს ყველაფერი მიმართული და დღეს თუ რამე აკნინებს ევროკავშირის ინტერესებს და ევროპულ ინტერესებს საქართველოში ეს არის მათი ქმედებები და არა ქართული ოცნების ქმედებები. მადლობა. ქალბატონო მაკა, თქვენ ბრძანეთ, რომ 3-4 ხმა გჭირდებოდათ, გვერდზე გყავდათ საქართველოდან წარგზავნილი ოპოზიციონერი დეპუტატები, ვაშაძე, წითლიძე, ბოტკოველი და მეოთხეს გვარი კორძაია. თქვენ მათ თითოეულს თხოვეთ, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის საჭიროა ეს და მოდით დამიჭირეთ მხარი, რომ ინიცირება გაკეთდა ეს? კი, რა თქმა უნდა, 4-ვესთან იყო კომუნიკაცია, ჩვენ გვყავს სამდივნო, რა თქმა უნდა, სამდივნომ, როდესაც რეზოლუციის ტექსტი, ასე ვთქვათ, შეგვქონდა, ყველასთან მოახდინა კომუნიკაცია. არ გამოუვიდათ ის ტყუილი, რომ არ იცოდნენ, იმიტომ რომ მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამ ტექსტზე საუბარი მათივე პოლიტიკური ჯგუფის შეხვედრაზე იყო, როდესაც უფრო გონიერ ევროპელ დეპუტატებს ჰქონდათ იდეა, რომ ეს ტექსტი შემდგომ გამოეყენებინათ სხვადასხვა დამატებებისთვის, რომელსაც თქვათ ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ, თუმცა ამდენი ვეღარ იფიქრეს და მხარდაჭერა ვერ გაბედეს საქართველოს ინტერესებში შემავალ რეზოლუციაში. ხელი არ მოაწერეს თავისი ქვეყნის სასიკეთოდ პროექტს. და მეორე შეკითხვა, დიახ, მეორე შეკითხვა, თქვენ ბრძანეთ ასეთი რამ, რაც ჩვენს დასკვნაში უკვე ვიცით, რომ მოხდება, იმიტომ რომ ეს ბევრმა ფაქტორმა გვაფიქრებინა, მაგრამ თქვენი ნათქვამი სულ სხვა ფასის მქონეა, რომ თქვენ გეუბნებოდნენ ევროპელები, რომ ჩვენ არ მოგცემთ სტატუსს, მივცემთ მოლდოვას და უკრაინას და აი მერე ვნახოთ ის 85% ქართველებისა, ვინც ევროინტეგრაციის მომხრეა, ქართულ ოცნებას რას უზამს?
ეს თქვენი ნათქვამია. ვინ გეუბნებოდათ ამას? იყვნენ ევროპელი დეპუტატები, განსაკუთრებით ხშირად ევროპარლამენტარებისგან ისმოდა ესეთი, ასე ვთქვათ, იდეები და ასევე პირადად თქვენ გეუბნებოდათ. კი, იყო ესეთი ფაქტიც იყო, დღეს ევროკომისარია ეს ადამიანი, ყველამ კარგად იცის, იყო ასეთი. და იყო ისეთი მაგალითად განცდები, მაგალითად იყო ასეთი, კი, იყო ასეთი მაგალითად უფრო გული რო შეტკივოდათ საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლებაზე, წუხდნენ მაგალითად რატომ გავაკეთეთ ჩვენ განაცხადი, ხომ ვიცოდით რომ ამას მოყვებოდა ინსტრუმენტად გამოყენება და რატომ გავბედეთ და გავაკეთეთ ეს განაცხადი ამ სიტუაციაში, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია არც მაშინ, არც ახლა არ ფიქრობ, რომ ეს შეცდომა იყო და ეს არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს იმ მომენტში, ეს იყო ის რაც იმ მომენტში საქართველოს ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა და იმ მომენტში ეთქვა, იმიტომ რომ ეს იყო ის რაც ჩვენ 2020 წელს ვთქვით, რომ უნდა გაგვეკეთებინა რაღაცა პერიოდის გასვლის შემდგომ და ეს გეგმაში ჩვენ გვქონდა. და რა თქმა უნდა, იყო ძალიან ლოგიკური ამის გაკეთება, თუმცა სამწუხაროდ მაშინ კარგად გამოჩნდა ზუსტად, რომ ევროინტეგრაცია ჩვენთვის რომ ასეთი მნიშვნელოვანია, ვიღაცისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი. ბატონი სოზარის კითხვა დახურავს ხდომას. მე მადლობას გადაგიხდით ქალბატონო მაკა ყველა იმ საქმისთვის, რაც თქვენ 1999 წლიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ აკეთეთ. ბატონო სოზარო. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაკა. კითხვა არა, უბრალოდ ევროპარლამენტარი, რომელიც შემდეგ გახდა ევროკომისარი, საქართველოს დაუძინებელი მეგობარი ანდრიუს კუბილიუსი. ჩემი მხრიდან გამომარტავთ. კი, ალბათ დროა რომ გადავიდეთ იმაზე, რომ თქვათ, რომ დაუძინებელ მტერს დაუძინებელი მეგობარი ვეღარ ერქმევა. ნახოთ როგორ იქნება ჩვენი დასკვნა, იმიტომ რომ ეს ძალიან მძიმე ინფორმაცია, რაც თქვენგან მოვისმინეთ. მადლობა ბატონ სოზარს ამის დაზუსტებისთვის. ქალბატონ მაკას კომისიის სახელით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ყველა იმ დიპლომატს, ვინც ქართველი ერის ინტერესს ემსახურება ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. მადლობა. დიდი მადლობა.